მე მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის, შეხვედრისთვის. მე ვიცი რომ დაასრულეთ პროცედურები და მე მინდა ვთხოვო ბატონ ზაზას რომ იქნებ მოკლე ანგარიში ვთხოვოთ რომ წარუდგინოთ საზოგადოებას. მე როგორც ვიცი დასრულდა ხომ ეს პროცესი როცა ჩვენ დავიწყეთ თავარი რელიგიური კონფესიების დაფინანსების პროცესი და მე მაინტერესებს უბრალოდ მიმდინარეობა და მადლობთ ბატონო. დიდი მადლობა ბატონ პრემიერო. დავალება რომელიც მოცემული იყო მთავრობის და თქვენის ხელმძღვანელობით და ის დადგენილება რომელიც მიღებული იყო მთავრობის მიერ საბჭოთა ტოტალიტარულ პერიოდში მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებით შესრულებულია. დღეს წარმოადგენილია მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული 4 კონფესია და ეს გახლავთ საქართველოში მუსლიმური თემი, სომხური ეკლესიის თემი, ებრაული თემი, კათოლიკური თემი, სადაც სახელმწიფო მაიღო სამართლიანობის და სახელმწიფოს სამართლიანი პრინციპიდან გამომდინარე კეთილინება და ამ ფორმატში გამოყო გარკვეული რამოდენიმე მილიონი ლარი. ეს დავალება შესრულებულია წლის ბოლომდე, ბატონო პრემიერო, გაფორმებული 4 კონფესიასთან ხელშეკრულება სახელმწიფოს რელიგიის სააგენტოსა და თითოეულ კონფესიას შორის და აღნიშნული თანხები, რომელიც გადანაწილებული იყო, დარიცხულია მათ ანგარიშზე. შესაბამისად, პროექტი შედგა, თუ შეიძლება ასე ითქვას და არსებობს მზაობა და განწყობა დადებითი კუთხით, რომ უფრო აქტუალურად ტოლერანტობის, თანამშრომლობის და პარტნიორობის საფუძველზე თითოეული კონფესიის სახელმწიფოსთან და სააგენტოსთან ურთიერთობაში გაგრძელდეს მომავალში. მოკლედ ასე ეს და დიდი მადლობა. თქოთ სურვილი. მოგესალმებით ბატონო პრემიერო, დიდი მადლობა რომ დღეს ჩვენ მოვიწვიეთ თქვენთან. დიდი მადლობას ვუხდი სააგენტოს ბატონ ზაზას იმისათვის რომ ძალიან ბევრი ამაგი აქვს მას ჩვენს მიმართ და ძალიან ბევრი მუშაობა ჩაატარა ამისათვის რომ ჩვენ კომუნისტების დროს მიყენებული ნაწილობრივ მიყენებული ზარალის კომპენსაციისთვის გაეკეთებინა ის ხარჯები გადმოერიცხა ყველა მუსლიმ თემისთვის თუ სხვადასხვა აღსარებლობისთვის. დიდი მადლობა იმისათვის რომ დღეს ბატონი ზაზას დახმარებით ჩვენ მეჩეთები და დასარეგისტრირებელი მეჩეთები რომელიც რო იყო წლების მანძილზე ჩვენი თხოვნა და ძალიან დიდი პრობლემად იდგა 23 მეჩეთი გადმოეცა მუსლიმთა სამმართველოს ხო ეს მეორე სხდომაზე და თლიანობაში 44 ხო თლიანობაში 44 დარეგისტრირებულია უკვე მეჩეთები დიდ მადლობას გეტყვით თქვენ იმიტომ რომ ძალიან კარგი სამსახური გაგვიწია და თქვენ გვერდით გვიდგახართ ყველა აღსარებლობას იმისათვის რომ ვიყოთ საქართველოში ჩვენ წარმატებული ერი ვიყოთ ძლიერი სახელმწიფო და მე მინდა ამასთანავე წინასწარ მოგილოცოთ ახალი წელი მომავალში ღმერთმა უფრო გაგაძლიეროთ უფრო მეტი საქმეები გაგვაკეთებინოს ყველას ერთად მე იმედი მაქვს ამას ჩვენ შევძლოთ ბატონო პრემიერო და დაგლოცოთ ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეთ დიდი მადლობა ყურადღებისთვის